შეფასებების თემა ასევე ევროპარლამენტის მიერ დროებითი რეგულაციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭერეს დროებითი რეგულაციის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს საშუალებას აძლევს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოსავლენად მომხმარებლების შეტყობინებების შეამოწმონ. კანონმდებლებმა კონფიდენციალურობის დასაცავად კანონში შესწორებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ეს წესები არ უნდა გავრცელდეს იმ სერვისებზე, რომლებიც შეტყობინების დაშიფრვას იყენებენ. ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ შეტყობინებების შინაარსის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლიათ და თავად პლატფორმასაც არ აქვს ამაზე ცდომა. რეგულაცია 2028 წლის 3 აპრილამდე იმოქმედებს. ინიციატივის მოწინააღმდეგეები აღნიშნულს ჩატების კონტროლს უწოდებენ და უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სოციალური ქსელების ჩატების კონტროლს და ასევე მანქანებში მძღოლების სახის ამომცნობ მექანიზმების შემოღებას და ესე იგი საქართველოში თურმე ჩვენ არ უნდა მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ არ უნდა დაუგმოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსული ადამიანების ქმედება, ჩვენ უნდა თვალე დავხვიჭოთ შემოდინებულ თანხებზე, რომელიც მიმართულია სახელმწიფო გადატრიალებების წინააღმდეგ. ესე იგი მძღოლმა ხოლოდ უნდა მიაპყროს მზერა ბრუსელს. აქეთ იქით არ უნდა გაიხედოს, უნდა იაროს ხოლოდ ბრუსელისკენ და ასე თუ ეს ადამიანის უფლებების ხელყოფა არ არის, თუ ეს პირადი სივრცის დარღვევა არ არის და პირადი ცხოვრების, მაშინ რა ვიცი, ამაზე საზოგადოებამ გასცეს პასუხი. დღეს ფაქტობრივად ყველა ქვეყნისთვის წარმოადგენს ძალიან დიდ გამოწვევას, როგორ დაიცვან ბავშვები მავნე ზეგავლენისგან. მათ შორის იმ ზეგავლენისგან, რა საფრთხეებსაც სოციალური ქსელები ქმნის. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არის, სასარგებლოა და ეს არის საინტერესო თემა, მაგრამ აპრიორი ვინც ამ სფეროს რეგულირებებს ეწინააღმდეგებიან, ისინი რა თქმა უნდა არ გამოდიან ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან და ისინი საკუთარი პროპაგანდის და ზუსტად ამ მავნე ზეგავლენის ტირაჟირების მხარეს დგან.